ეს უკვე მეორე შეხვედრა არის, რომელსაც თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი საკუთარ სტუდენტებთან ხვდება, თუმცა ორივე შეხვედრა სავარაუდოდ და ჯერჯერობით უშედეგო გამოდგა, ვინაიდან სტუდენტები ითხოვენ, რომ თეატრალურმა უნივერსიტეტმა ოფიციალურად გაავრცელოს საჯარო განცხადება, სადაც დაგმობილი იქნება ის ძალადობა და უკანონო დაპატიმრება მსახიობების, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. თავდაპირველად უნივერსიტეტის რექტორი მხოლოდ 3 სტუდენტს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩამოვიდნენ აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ამ სტუდენტებთან და უთხრეს, რომ რექტორს კიდევ სურდა, ოღონდ ყველა სტუდენტთან აბსოლუტურად შეხვედრა. საუბარი არის განცხადების იმ ტექსტზე, სადაც სოლიდარობა უნდა გამოაცხადოს თეატრალურმა უნივერსიტეტმა იმ დაზარალებული ადამიანების მისამართით, რომლებიც აქციების მონაწილეები იყვნენ, თუმცა ამ მარტივი განცხადების დაწერა ძალიან უჭირს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს, იმდენად, რომ უკვე 1 კვირა არის, რაც სტუდენტები ამ განცხადების, საჯარო განცხადების გამოქვეყნებას ითხოვენ და მესამე დღეა, რაც თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კორპუსი აქვთ დაკავებული და ღამეებს ათევენ თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. საინტერესო არის ამ მოლაპარაკებების შემდეგ მაინც წავა თუ არა დათმობაზე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი და ოფიციალურად საიტზე აიტვირთება თუ არა საჯარო განცხადება, სადაც დაგმობილი იქნება ის ძალადობა და უკანონო პატიმრებები, რომელიც მსახიობებს შეეხო. კითხვაზე თუ რატომ გაუჭირდა უნივერსიტეტს ამ განცხადების დაწერა, ჩვენ არ გვაქვს მათ აქვს და ჩვენც ამიტომ გვინდოდა ამდენი ხანი შეხვედრა რექტორთან, რომ ამ კითხვაზე პასუხიც მოგვესმინა და განცხადება გავრცელებულიყო. განცხადება არის უმარტივესი, რომ უბრალოდ სოლიდარობა გამოუცხადონ მისივე ყოფილ სტუდენტებს და ლექტორებს, სადაც არის სახელები და გვარები ჩამოთვლილი, რომლებიც არიან დაზარალებულები, ძალადობის მსხვერპლები და უკანონოდ დაპატიმრებულები. მე პირადად არ მჯერა, რომ საქართველოში იარსებებს ადამიანი, რომელსაც რაიმე წინააღმდეგობა ექნება ამ განცხადების გაკეთებაზე. მით უმეტეს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს და ლექტორებს. შევხვდით უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, სადაც ვითხოვდით, რომ დაწერონ განცხადება, რომელიც ეხება სოლიდარობას დაპატიმრებულებისა და დაკავებულების მიმართ და ასევე ჩვენი ყოფილი სტუდენტების მიმართ. და ამასთან ერთად ჩვენ ვითხოვთ რექტორისგან ბოდიშს მოიხადოს იმის გამო, რომ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახის ტრაგედია გამოიყენა საჯარო განცხადებისგან თავის ასარიდებლად და ეს არის მეორე მიზანი. ახლა ველოდებით უბრალოდ მათ ისევ რაღაც შეკრებას, რომ შევუბრუნდეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ლექტორისგან იყო მოთხოვნა, რომ დაველოდოთ, რადგან ყველა სტუდენტი შეგვიყვანონ, რომ რაღაც საერთოზე შევჯერდეთ. მაგრამ არ ვიცით ჯერჯერობით რა როგორ მოხდება და ველოდებით, მაგრამ ამასთან ერთად პირველი კორპუსის შესროლი არის დაკავებული. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ ამდენი ბრძოლა არ უნდა ჭირდებოდეთ იმისთვის, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორმა დაგმოს ის, რომ მათ სტუდენტებზე რეჟიმმა იძალა და ზუსტად 1 კვირა არის, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე დღეა, რაც ღამეებს ათენებენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები საკუთარი უნივერსიტეტის დერეფნებში იმისთვის, რათა მიაღწიონ იმ შედეგს, რომ რექტორმა დაგმოს ძალადობა და დაგმოს ის, რომ ანდრო ჭიჭინაძე არის უკანონო პატიმრობაში. შეხვედრა გრძელდება თეატრალურ უნივერსიტეტში და საინტერესო არის რა შედეგს მიაღწევენ სტუდენტები და დაწერს თუ არა რექტორი იმ განცხადებას, რომელსაც მისგან მოითხოვენ.